მზის დაბნელების პერიოდი. მათ ვინც არიცით, გეტყვით, რომ 12 აგვისტოდან 28 აგვისტომდე არის კონკრეტულად მზის დაბნელების პერიოდი. შესაბამისად, ამ პერიოდში არის გარკვეული სახის ფაქტორების გათვალისწინება, რომ გააკეთოთ თქვენ ცხოვრებაში. ასტროლოგიურად ძალიან ბევრი ინფორმაციები დევს და დიდი ალბათობით უკვე მოსმენილი გაქვთ რა როგორ გააკეთოთ, მაგრამ გარდა ამის, მოდით ვნახოთ ზოგადად რა უნდა გაითვალისწინოთ და რისი გაკეთება უნდა მოასწროთ 2026 წლის 12 აგვისტოდან 28 აგვისტომდე მზის დაბნელების პერიოდში რისი გაკეთება უნდა მოასწროთ სიტუაციურად, რომ გადახვიეთ ახალ ეტაპზე. არსებული ვიდეო არის მათთვის, ვისაც უჩვენებს. რისი გაკეთება უნდა მოასწროთ დაბნელების პერიოდში, მზის დაბნელების პერიოდში. პირველივე აქ, რასაც მიჩვენებს სიტუაციურად, ეს არის პერიოდი შენთვის, რომ საბედისწეროდ შეცვალო სიტუაციები. ეს არის პერიოდი, რომ შენი ცხოვრება ძირფესვიანად დაატრიალო თავიდან და ახალი ფურცლიდან დაიწყო საწყისები. მეტად დააკვირდი იმ გარემოცვის მდგომარეობას, სადაც ტრიალებ, რამდენად მოგწონს არსებული რეალობა, რომელიც შენ ცხოვრებაში არის და რისი გაკეთება შეგიძლია, რომ არსებული რეალობა შეცვალო ცხოვრებისეულად. აქ პირდაპირ მნიშვნელობით ამოდის განულების პოზიცია. რაც თქვი, ხო, ახალი საწყისის მდგომარეობა, ახლიდან დაწყება საკუთარი ცხოვრების, კონკრეტულად რა გჭირდება უფრო კონკრეტული კუთხით, რომ გააკეთო შენ. დაალაგე კომუნიკაციების სიტუაციები. დაალაგე ზოგადად გარშემოყოფებთან ურთიერთობები. ეს იქნება ოჯახში და სიტუაციებში, იქნება შეყვარებული დაქალი ძმაკაცი, მეგობარი. აი ეს ურთიერთობები გაარკვიე და დაალაგე იმ კუთხით, რომ რისი მომტანი არის შენთვის, რამდენად შეიძლება ძვირფასი იყოს, რამდენად შეიძლება ამ სიტუაციიდან გქონდეს შენ პოზიტიური სიტუაციები, ხო? ზოგჯერ არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც ჩვენ ვართ ტოქსიკურ მდგომარეობაში და ვერ გაგვიგია როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, ან არ გვინდა, ან ხათრის პოზიცია გვაქვს. შესაბამისად, არსებული პერიოდი არის შენთვის იმისთვის, რომ სადავეები ხელში დაიჭირო და უკვე თავადვე განსაზღვრო, რამდენად დაიცავ საკუთარ თავს და ვისთან დაამთავრებ სიტუაციას, ვისთან გააგრძელებ. რაღაცა მომენტში ეს პერიოდი შენთვის არის გაკვეთილების ათვისების პერიოდი. შენ თუ ამ გაკვეთილს გაივლი სიტუაციურად, ჩათვალე, რომ ყველა კარი გაგიხსნება პირდაპირ მნიშვნელობით, ხო? იქნები გამარჯვებულის პოზიციაში. თუ არსებული გაკვეთილი, რასაც ვამბობ, ვერ აითვისე, მსგავს შემთხვევაში რა სიტუაცია გექნება. ემოციური კუთხით უფრო მეტად შეიძლება გატრიალოს ამ თემებში და მეტად გქონდეს შეგრძნება, რომ რაღაცას ისე ვერ აკეთებ, რაღაცა უფრო მეტი გინდა რომ გააკეთო. ემოციური უკმაყოფილება შეიძლება გაგიჩნდეს საკუთარი თავის მიმართ. რაღაცა მომენტში შეიძლება თავი მოიტყო, რომ ოკეი, თემა არის, ყველაფერი დალაგებულია, მაგრამ შინაგანად მაინც გრძნობდა, რომ რაღაც ისე ვერ არის სიტუაციურად. დროა უკვე გაიზარდო, აღარ ხარ ბავშვი, დროა უკვე პასუხისმგებლობები აიღო საკუთარ თავზე და ის ქმედებები, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებ, ამაზე უფრო მეტი პასუხისმგებლობები დაიკისრო. მთლიანობაში რა უნდა გააკეთო არსებულ პერიოდში უფრო ზუსტად? გამოდი განწირული ადამიანის პოზიციიდან, პირველ ადგილზე დააყენე საკუთარი თავი, სხვანაირად შეხედე სიტუაციებს, სხვის პრობლემებს საკუთარ ცხოვრებაში, უშვებ და იკისრებ სხვისი პირობები, ასე ვთქვათ, პრობლემური თემების ზურგზე აკიდებას და დააბალანსე შენი ცხოვრება, დაალაგე შენი სიტუაციები, დააბალანსე საკუთარ თავში შენი ეს ყველაფერი სიტუაციები, რაც გაქვს. და შემდეგ უკვე მთლიანად შენ იქნები შენი ცხოვრების მართველი. იცხოვრე ისე, როგორც შენ გინდა და იყავი შენი ცხოვრების მართველი და სადავეები მეტად დაიჭირე ხელში. აი ეს უნდა გააკეთო არსებული, ასე ვთქვათ, ბნელი მონაკვეთის პერიოდში, ესე ვიტყოდი, ხო? გისურვებ წარმატებას, პირადი კონსულტაციების შეგიძლიათ მომართოთ Facebook-ის ან Instagram-ის გვერდზე, ან მომწეროთ WhatsApp-ზე 551 11 28 68.